საკონსტიტუციო სასამართლოში ირინა იმერლიშვილს გიორგი მოდებაძე ჩაანაცვლებს, რომელიც მიხეილ ყაველაშვილმა ამ პოსტზე უკვე დანიშნა. გიორგი მოდებაძე სასამართლო სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ის ასევე იკავებდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ცნობისთვის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს ირინე იმერლიშვილს, რომელიც 2016 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიერ იყო დანიშნული, საკუთარი განცხადების საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით 2025 წლის 20 ოქტომბრიდან ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება, ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გეგა ჭულუხაძე ზესტაფონის მეხუთე საჯარო სკოლიდან შემოქმედებითი უნარებითა და კრეატიული აზროვნებით გამორჩეული მოსწავლე, რომელმაც სასკოლო საზოგადოებასა და თანატოლებს თავი არაერთი წარმატებით დაამახსოვრა. წინსვლის სერია კი ცნობილი ქართველი პოეტის ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიწყვნილი შემოქმედებითი კონკურსი იყო, სადაც გეგამ წარმატებას თანაკლასელ ანასტასია ცერცვაძესა და თამარ ნებიერიძესთან ერთად მიაღწია. ეს იყო ანა კალანდაძის იუბილესადმი მიწყვნილი კონკურსი, რომელიც მოთხრობის წერას და კრეატიული, ასე ვთქვათ, ნოველის წერას შეეხებოდა და აი გავიმარჯვე და ეს არის ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნაწილი ჩემთვის. კონკურსი შეეხებოდა პატრიოტიზმს და საერთოდ საქართველოს და მასში ჩავდა ასე ვთქვათ დრამატულობა და ცოტა ასე ვთქვათ მოქმედება. ანუ შემოქმედებითად მივდექი ამ საკითხს. პატრიოტიზმი ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქვეყნისთვის და ასე ვთქვათ განვავრცე და ჩაუღრმავდი ამ თემას. ორიგინალური ხედვისა და შემოქმედებითი უნარების წყალობით გეგა ჭულუხაძე შემოქმედებითი თავისუფლების კვირეულში წარმატებული აღმოჩნდა. ხოლო მეორე კონკურსად შეეხება ეს იყო ოდნავ განსხვავებული, რომელიც ჩაატარა ორგანიზაცია Helping Hand-მა და ვფიქრობ ამაში უნდა ჩაგვედოთ ჩვენ კრეატიულობა და ორიგინალური თვალთახედვა და ვფიქრობ რომ მეტი თავდაჯერებულობა მომცა ამან და გააღრმავა ჩემში ის ასე ვთქვათ პოტენციალი, რასაც უწოდებ კრეატიულობა. ზაფხულში ვიყავი აგვირჩიეს 2000 ბავშვიდან 100 აპლიკანტი ჯიდა STEM ბანაკში ასე ეწოდება, რაც იყო ინოვაციებისა და მეცნიერების კუთხით და ვფიქრობ რომ ამან უფრო მეტი ცოდნა და ის უნარი შემძინა, რაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციის მხრივ, მეგობრობის მხრივ თუ შემეცნების მხრივ. ასევე ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა კონფერენციებში თუ პროექტებში. ძალიან მიყვარს ასე ვთქვათ პროექტების შემოქმედებითი წერა. ჩემი ასე ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და ჰობია რომ რაც სცენარი დავწერო შემოქმედებითად ფანტასტიკური იქნება ეს თუ მოგონილი და ასე შემდეგ და ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. ჩემი აზრით ახალგაზრდების სამოტივაციოდ საჭირო აი რამე პატარა იდეა ან ასე ფიქრიც რომ დაებადოთ, ეს არ არის მარტო ეს პატარა თუ ეს მცირე იდეა. ის შესაძლოა გაზარდონ და დიდ მასშტაბებზე გავიდნენ ამით. გეგას წარმატების ფორმულა როგორც გვეუბნება ბევრი შრომა და მიზანდასახულობაა. ვიდრე მთავარ მიზნამდე ჩამოყალიბდება ყოველდღიური შრომის ხარჯზე კიდევ არაერთ მნიშვნელოვან აღიარებას გაიფორმებს და თანატოლებისთვის ერთგვარი мотивация იქნება.
ქართულ სომხური კულტურული ხიდი ზესტაფონის მუსიკალური საზოგადოებისთვის ახალი პროექტია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორი ქვეყნის მუსიკალური სკოლების დამეგობრებას. მუსიკის აკადემიის რექტორის პროფესორ ვალერიან შიუკაშვილის თაოსნობით მიმდინარე პროექტის ფარგლებში კლასიკური მუსიკის მოყვარულებმა მოისმინეს ცნობილი ნაწარმოებები, რომლებიც ადგილობრივი მუსიკალური სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებთან ერთად სომხეთიდან მოწვეულმა მუსიკოსებმა შეასრულეს. კონცერტი ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლის დარბაზში ჩატარდა, რომელიც ცნობილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის სახელს ატარებს. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ღონისძიება ხსენებული პროექტის პირველი აქტივობა იყო ზესტაფონში. შეგახსენებთ, ორ ქვეყანას საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი წინა დღით ეროვნული სასახლის დიდ დარბაზში გაფორმდა. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ახალი სანქციების მე-19 პაკეტი მივიღეთ. ის მიზანში იღებს რუსულ ბანკებს, კრიპტობირჟებს, ინდოეთსა და ჩინეთში არსებულ სუბიექტებს, წერს კაია კალასი X-ზე. ასევე კალასის ცნობით სანქციების ახალი პაკეტი დეზინფორმაციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით ევროკავშირში რუსი დიპლომატების გადაადგილებას ხვდავს. პუტინისთვის ამ ომის დაფინანსება სულ უფრო რთული ხდება, აღნიშნავს კალასი. ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობის განცხადებით სანქციები ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებს. მე-19 პაკეტი მოიცავს შეზღუდვებს ჩრდილოვანი ფლოტის 100-ზე მეტ ტანკერზე. აკრძალვა დაწესდა რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტზეც. რუსი დიპლომატების გადაადგილება მათი აკრედიტაციის ქვეყნებით ტერიტორიით შემოიფარგლება. აღნიშნულია განცხადებაში. ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება ეტაპობრივად შეწყდება. მოკლევადიანი კონტრაქტები მომდევნო 6 თვის განმავლობაში გაუქმდება, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტების შეჩერება 2027 წლის 1 იანვრიდან დაიწყება. მე გახლავართ ვახო აბაშიშვილი 23 წლის ქუთაისიდან ახალგაზრდობის სააგენტოს საგრატო კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული. დავიბადე ქარელში, თუმცა 1 წლიდან მომიწია ქუთაისში გადმოსვლა. ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, დედაჩემს მოუწია მძიმე გადაწყვეტილების მიღება, რომ სამივე შვილი გამოვეშვით ქუთაისში, ბავშვთა სოფელში, თუმცა ვიტყვი, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ რამე გადაწყვეტილება მივიღია ცხოვრებაში, მან გვაჩუქა მომავალი, სამივე დღე შემდგარი პიროვნებები ვართ. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ყველაზე ბედნიერი და ყველაზე ლაღი, ყველაზე კარგი ბავშვობა მქონდა. საოცარ სივრცეში გავიზარდე და ყველაზე მთავარი მაჩუქა ადამიანი, მეორე დედა, ესეც რო ესმით ხოლმე ყოველთვის იბნევიან, მაგრამ ერთი მყავდა მშობელი დედა, ვინც გამაჩინა, ვინც მიმიყვანა SOS-ში და მყავს მეორე დედა, ვინც გამზარდა, მაჩუქა მომავალი და ვფიქრობ ძალიან მყავარ მას, ჩემი მებრძოლი ხასიათით, მებრძოლის სულით. ჩვენი ურთიერთობა ჩემი და ჩემი გამზრდელი დედის არ დამთავრებულა სამსახურში. დღემდე ერთად მოვდივართ, დღემდე ერთად ცხოვრობთ. ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ არ ვიქნებოდი ის პიროვნება, ის ადამიანი, ვინც დღეს ვარ, რომ არა ბავშვთა სოფლის ამხელა როლი ჩემს ცხოვრებაში. ვახო იყო ჰიპერაქტიური ბავშვი, არასდროს არ იცოდა მოდუნება, სულ რაღაც საქმეში იყო. ყველანაირ წრეზე დავდიოდი თუ რამე არსებობდა, ანუ ჩემი გაჩერება არ შეიძლებოდა. ბავშვობიდან მინდოდა ჟურნალისტობა, სახლში გადაცემებსაც ვაწყობდი, რა ვიცი, აი ყვები ხოლმე რომ გაფუჭებული უთო იყო ჩემთვის ვიდეო კამერა. ძალიან მიყვარს ტექნიკა, ძალიან მიყვარს ვიდეო მიმართულება ზოგადად და აი ეს გაფუჭებული უთო იყო ჩემთვის კამერა და პლასტმასის ცოცხის ტარი იყო მიკროფონი და ბავშვობიდან ინტერვიუებს წერდი, შოუს დგამდი. აი აქტიურობამ გამოიწვია მე ის რომ უკვე რაღაც გარკვეულ ასაკში გადავედი პროექტების მიმართულებით, ახალგაზრდული მიმართულებით, ჯერ როგორც მსმენელი, ჯერ როგორც მონაწილე პროექტების და დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ თავადაც ვქმნი პროექტს, თავადაც ვწერ და ვახორციელებ. 4 წელია რაც ახალგაზრდულ საქმიანობაში ვარ. შეველთა საბჭოს გასაუბრებით მივიღეს თავდაპირველად. მოკლედ როგორც კი ახალგაზრდულ საქმიანობაში თავში ყოფ, იქედან გამოსვლა დიდხანს უჭირს ყოველთვის ადამიანს. ამბობენ ხოლმე ჩემზე უფროსებიც და მეც ასე დამემართა. უფრო და უფრო მეტ პროექტზე მინდა ვიმუშაო, კიდევ უფრო გავაძლიერო ქუთაისელი ახალგაზრდები
და ეს არის საბჭოების ბერკეტი ზუსტად. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ვიყოთ ხიდი ახალგაზრდებსა და თვითმმართველობას შორის, რაც ვფიქრობ, რომ გამოგვდის ჩვენს ქალაქში. ეს არის ახალგაზრდების განვითარების ცენტრი. ყოველთვის მინდოდა ჩვენს ქალაქში მსგავსი სივრცე ყოფილიყო და მე და ჩემო მეგობრებმა ეს ერთად შევძელით. გადავწყვიტა დამიფუძნებინა ორგანიზაცია, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ახალგაზრდების განვითარებაზე და მართლაც სახელწოდებაშიც ახალგაზრდები წარმატებისთვის დავარქვი, რადგან მჯერა რომ თითოეულ ახალგაზრდას თუ კი რაღაც საწყისებში შეუწყობ ხელს, აუცილებლად მიაღწევს დიდი წარმატება პირდაპირ ანგარიშდება უკვე ქვეყნის წარმატებაშიც. საბჭოდან გამომდინარე აქტიურად მიწევს თანამშრომლობა ახალგაზრდობის სააგენტოსთან. სწორედ მათ Facebook გვერდზე აღმოვაჩინე პოსტი, რომ გამოცხადდა ორგანიზაციების გაძლიერებისთვის საგრატო კონკურსი. რა თქმა უნდა, შევავსე, რადგან ეს იყო დიდი შესაძლებლობა ჩემთვის, ჩემი ქალაქისთვის, რომ ახალი სივრცე შევექმნა. ახალი და ერთადერთი სივრცე ახალგაზრდების განვითარებისთვის და ქუთაისის მერიას ჰქონდა კეთილმოწყობილი სივრცე და საჭირო იყო მისი ტექნიკით აღჭურვა. ჩემ ორგანიზაციამ დაწერა პროექტი, გავაგზავნეთ სააგენტოში და მათგან უკავშირი მივიღეთ, რომ მსგავს სივრცეებს ყოველთვის დაუჭერენ მხარს, რადგან აუცილებელია ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში იყოს მსგავსი და უკეთესი სივრცეებიც კი. ახალგაზრდობის სააგენტომ უზრუნველყო ახალგაზრდული სივრცის ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვა, რაც აუცილებელია ახალგაზრდული საქმიანობის განსახორციელებლად. მიხარია, რომ ჩემს ქალაქში არსებობს სივრცე, სადაც ახალგაზრდა შეუძლია მივიდეს პროექტის გარეშეც კი, თუნდაც იმეცადინოს, დაისვენოს, ან ის ტექნიკა, რომელიც გვაქვს შეძენილი, გამოიყენოს მის სასიკეთოდ. საუბარია მაგალითად ვიერ სათვალეებზე, 3D პრინტერზე. ეს არის მათთვის ხელმისაწვდომი, ბედნიერი და ამაყი ვარ ერთდროულად. როდესაც ახალგაზრდობის სააგენტო ასეთ შანსს გაძლევს, ვფიქრობ, რომ ხელიდან არ უნდა გაუშვა და იქნებ შენ ხარ შემდეგი, ვინცაც უფინანსდება ასეთი კარგი პროექტი.